მიბაძო ახსენეთ ბატონო რეზო და სულ საქციელსაც ბაძავენ შვილები როგორც წესი. რა თქმა უნდა, მამა თუ უყვარს, მის ნარკომანულ ქცევასაც განმეორებს. თუ არ უყვარს არა? თუ არ უყვარს, შეიძლება გაიგივდეს აგრესორთან, შიშის გზით შეიძლება გაიმეოროს. იმიტომ რომ აი რომ ვაკვირდეთ, რომ დააკვირდეთ, როგორ ბაძავენ კრიმინალებს ქუჩაში. პატარა ბიჭისთვის, მოზარდისთვის ის ბავშვი არ არის. მისთვის ასე ვთქვათ, კრიმინალი თავისი გარეგნობით საშიშია. მაგრამ აქ ირთვება ესეთი აგრესორთან გაიგივების მექანიზმი. ეს არის შიშის გადალახვის ერთ-ერთი ფორმა. მე თუ ზუსტად გვბაძავ შენ, მე სიგნალს უშვებ არაცნობიერს, რომ მე შენიანი ვარ და იმასაც მოწონს აგრესიულ კრიმინალს. ჩემსავით არის. ამიტომ ის მიიღეს მას, ისე არ დაждდეს. ამიტომ ესეთი ეს ფროიდის ქალიშვილმა აღმოაჩინა ეს რომ ბავშვი იგივდება აგრესორთან, რომ შიში გადალახოს. და ცდილობს მიბაძოს მას. ცდილი ხდება ესეთი. ეს მიბაძო გადადის მე უკვე ქცევაში. ო, არა, ნუ ეს მიბაძო რას ნიშნავს? გავიმეორო, არის ორი ტიპის მიბაძო. ერთი იმიტაცია შეგნებულად, როცა არტისტი ცდილობს რომ გაიმეოროს, როლში შევიდეს, ხო? მეორე შეუგნებელი, რასაც ქვია იდენტიფიცირება. იმის თქვა შეიძლება ბატონო რეზო, რატო უჩნდებათ ზოგადად მით უმეტეს პატარა ბავშვებს, ნუ მოზარდებს ინტერესი აი ამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან და იმიტომ რომ ქუჩას აკონტროლებს კრიმინალურ ავტორიტეტს ჯერჯერობით. აბა წარმოიდგინეთ ახლა რომ იყოს კორპუსი, რომელიც უშვებდეს კადეტთა კორპუსი ესეთ კეთილშობილ ოფიცერებს. ქუჩას ის გააკონტროლებს მე. მე უკვე იმის მიბაძვის სურვილი მე პატარა რო ვიყავი, დიახ. ერთხელ შევესწარი, პატარა ვიყავი და ესე მარტო გავედი სადღაც, ესე 12-13 წლის რა. და ვიღაც ბიჭი მოდიოდა გოგოსთან, აი აქ პლეხანოვი იყო მაშინ. და რაღაცა დაუწყეს ამ ბიჭს. და იქ ეჯრა ეგრეთ წოდებული ბირჟავიკები და ესე მივიდნენ ეს ბიჭები გაიყვანეს და წამოარტყეს ესე იგი რომ რა იყო მთა როგორ ბიჭი გოგოსთან მიდის რატო ამცირებ. ანუ თავისი სტანდარტები ჰქონდათ. კიდევ ერთი სტანდარტი წაქცეულისთვის დარტყმა არ შეიძლებოდა. რაღაც წესები ჰქონდათ. და ამაზე ქუჩა ჟიდა. ცოტა სხვაგან შეიძლება წავიდე, მაგრამ ეს სტანდარტი რამ შეცვალა? აი მაგალითად დღეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ქუჩაში გოგოსთან ერთად რომ მოდის ადამიანი, შეიძლება დაამცირონ, წაქცეულს არათუ დაარტყან, შეიძლება წაქცეული მოკლან და სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა ყოფილა. იმიტომ რომ ფილმებს უყურებს ესეც. ფილმებს. ანუ გარემოზე ვსაუბრობთ. ხო, იმ ფილმებს რო უყურებს, რასაც გინდა იმას ჩართავ, 12 წლიდან უყურებს ნებისმიერ ფილმს, კვლევობაზე, აფეთქებაზე, რემბოზე, ხო? ეს ერთი, ჩემი საზრით, ეს კვლევა ჩატარებულა. მეორე რომ ხალი გაუფასურდა. ადვილი მისაღწევი გახდა. ხალის გამო ესეთი ბრძოლა არ მიდის, გოგოს დასაპყრობად. ადვილად ეძლევათ გოგოს.